მოგესალმებით. მიმდინარე ვიდეოში გთავაზობთ პროკურატურის სტაჟიორთა გამოცდების მომზადებისათვის შედგენილ მორიგ 10 ტესტურ დავალებას. პრინციპი და სტილი დაცული არის მსგავსად წინა ვიდეო განხილვებისა, კერძოდ 10 ტესტური დავალებიდან 4 იქნება სისხლისამართლის მატერიალური ნაწილიდან შედგენილი, მორიგი 4 ტესტური დავალება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობიდან და ბოლო 2 იქნება იმ ნორმატიული აქტებიდან, რომელიც არის განსაზღვრული შესაბამისი საგამოცდო პროგრამით. დავიწყოთ 21 ტესტური დავალებით. ესპანეთის ქალაქ სარაგოსაში ამავე ქვეყნის მოქალაქე რ სანდავალი დასაქმებული იყო ერთ-ერთი კერძო ორგანიზაციაში, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლებისგან დელეგირებული ჰქონდა საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელება. საქართველოსა და ესპანეთის მთავრობებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც ესპანეთში დასაქმებულ ქართველებზე ხელფასის ნახევარი გაიცემოდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო მეორე ნახევარი ესპანეთის ხელისუფლების მიერ. სანდავალს დაევალა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებული მუშაობა საქართველოს მოქალაქეებისათვის ესპანეთის ტერიტორიაზე შეღავათიანი სახელმწიფო დასაქმების პროგრამაში ჩართვის მიზნით. სანდავალს მიმართა ბარსელონაში უკანონოდ მყოფმა საქართველოს მოქალაქე ს აბაკელიამ, რომელმაც 5,000 ევროს გადახდის სანაცვლოდ სახელმწიფო დასაქმების პროგრამაში ჩართვას თხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სანდავალისა და აბაკელიას მიმართ. კითხვა არის, დაეკისრებათ თუ არა სანდავალს და აბაკელიას პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. ა ვარიანტია დიახ, სანდავალი პასუხს აგებს ქრთამის აღებისათვის, ხოლო აბაკელია ქრთამის მიცემისათვის. ბ ვარიანტია, აბაკელია პასუხს აგებს ქრთამის მიცემისთვის, ხოლო სანდავალი არ დაისჯება, რადგან მან ჩაიდინა ისეთი დანაშაული, რომელიც მიმართული არ არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. გ ვარიანტია, სანდავალს და აბაკელიას პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ადგილობრივი კანონმდებლობით და დ ვარიანტია, არც ერთი პასუხი არ არის სწორი. მსგავს კაზუსებში მნიშვნელოვანი არის გავარკვიოთ დანაშაულის ჩადენის ადგილი, დამნაშავე პირის სამართლებრივი კავშირი ამა თუ იმ სახელმწიფოსთან. ეს ორი კომპონენტი არის მნიშვნელოვანი, რომ დადგინდეს. როგორც ჩანს, რ სანდავალი არის ესპანეთის მოქალაქე, ხოლო აბაკელია საქართველოს მოქალაქე. ამასთან მხედველობაშია მისაღები ის ფაქტიც, რომ დანაშაული ესპანეთის ტერიტორიაზეა ჩადენილი. საქართველოს მოქალაქის პასუხისმგებლობის საკითხი მსგავს კაზუსში პრობლემური არ არის, თანახმად სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილისა, რადგან თუ საქართველოს მოქალაქე საზღვარგარეთ ჩაიდენს კოდექსით გათვალისწინებულ ისეთ ქმედებას, რომელიც დანაშაულად ითვლება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ის ჩადენილია, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. ეხლა რაც შეეხება ესპანეთის მოქალაქის საკითხს. ჩვენ ვიცით, რომ ზოგადი დანაწესიდან გამომდინარე, საზღვარგარეთ დანაშაულის ჩამდენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს და მოქალაქეობის არ მქონე პირს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, თუ ეს არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ან და თუ ამ დანაშაულისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით. ამასთან, ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს, რომ საზღვარგარეთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს და მოქალაქეობის არ მქონე პირს, რომლებიც საქართველოსთვის ახორციელებენ საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას, კოდექსის 221, 328, 329 ან 329 პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. ეს დანაშაულები არის კომერციული მოსყიდვა,
ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა და ზეგავლენით ვაჭრობა. კაზუსის შინაარსი იძლევა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ სანდავალი საქართველოსთვის საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს, რადგან მოქმედებს ორ სახელმწიფოთა შორის ოფიციალურად დადებული მემორანდუმის ფარგლებში. აქვე ვთქვათ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების სამთავრობო პროგრამის მიხედვით ბრუნვაში გაშვებასთან დაკავშირებული მოქმედებები, რა თქმა უნდა, საჯარო სამართლებრივი ხასიათის მოქმედებებია. შესაბამისად, ჩვენი ქართული კანონმდებლობით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით შეგვიძლია დავსაჯოთ როგორც ჩვენი მოქალაქე, ასევე სანდავალიც, რის გამოც მოცემულ 21-ე ტესტურ დავალებაში სწორი პასუხი გვექნება A ვარიანტი. კერძოდ, R სანდავალი პასუხს აგებს ქრთამის აღებისთვის, ხოლო S აბაკელია ქრთამის მიცემისათვის. მორიგი 22 ტესტური დავალება არის შემდეგი. A სანიკიძე და I გობრონიძემ, რომლებიც წლების განმავლობაში რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ, ოჯახური უსიამოვნებების გამო თანაცხოვრება შეწყვიტეს. გობრონიძე საცხოვრებლად სხვა ბინაში გადავიდა და მეუღლესთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა. თუმცა ისინი ოფიციალურად არ განქორწინებულან. გაცილებიდან 1 წლის შემდეგ გობრონიძე ღამით ქალაქგარეთ საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც შემთხვევით შეესწრო მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას. მანქანიდან გადმოსულმა გობრონიძემ გზის სავალ ნაწილზე დაინახა სიცოცხლისთვის თავსებადი, თუმცა ძლიერი სისხლდენის მქონე დაშავებული ქალი, რომელიც ფაქტობრივად დაცილებული მეუღლე A სანიკიძე აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ გობრონიძეს ჰქონდა რეალური შესაძლებლობა გაეწია პირველადი დახმარება ან დაუყოვნებლივ გამოეძახა სამედიცინო ბრიგადა, მან წარსულში არსებული წყენის გამო ყოველგვარი მოქმედებისაგან თავი შეიკავა, ავტომობილში ჩაჯდა და შემთხვევის ადგილი დატოვა. სანიკიძე მიყენებული ტრამვებისა და დროული სამედიცინო ჩარევის არარსებობის შედეგად სისხლისგან დაიცალა და ადგილზე გარდაიცვალა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, როგორ დაკვალიფიცირდება I გობრონიძის უმოქმედობა? A ვარიანტი გვაქვს. ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც შერეული უმოქმედობით ჩადენილი განზრახულობა, ვინაიდან მიუხედავად ფაქტობრივი დაშორებისა, მეუღლეებს შორის გარანტიის მოვალეობა ფორმალურად კვლავ ძალაში რჩება. B ვარიანტია. სახეზეა მოქმედებით ჩადენილი სიცოცხლის ხელყოფა, რადგან შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით განზრახ გადაადგილება და მსხვერპლის მიტოვება წარმოადგენს აქტიური სხეულებრივი ენერგიის გამოყენებას. G ვარიანტია. ქმედება უნდა შეფასდეს მხოლოდ დაუხმარებლობად, ვინაიდან ფაქტობრივი გაცილების გამო მეუღლეებს შორის ურთიერთდაცვისა და მზრუნველობის გარანტიული ვალდებულება შეწყვეტილი იყო და D ვარიანტია. ქმედება უნდა შეფასდეს მხოლოდ განსაცდელში მიტოვებად, ვინაიდან მიუხედავად ფაქტობრივი გაცილებისა, მეუღლეებს შორის ურთიერთდაცვისა და მზრუნველობის გარანტირებული ვალდებულება მაინც არსებობს. მოდით თავიდან თქვათ პირდაპირ სწორი პასუხი და შემდეგ უკვე ვიმსჯელოთ თუ რატომ გვაქვს სწორი. სწორ პასუხად უნდა მოვხაზოთ G ვარიანტი, რადგან მოცემულ სამართლებრივ კაზუსში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება გარანტიის მოვალეობის არსებობის როგორც ფორმალურ, ისე მატერიალურ ფაქტობრივ საფუძვლებს. მართალია მოქმედი კანონმდებლობით მეუღლეები მიეკუთვნებიან ახლო ნათესავთა იმ წრეს, რომელთა შორისაც არსებობს მზრუნველობისა და ურთიერთმხარდაჭერის განსაკუთრებული ბიოლოგიური და სამართლებრივი კავშირი, თუმცა ეს ვალდებულება არ ატარებს აბსოლუტურ ხასიათს. კაზუსის ფაქტობრივი გარემოებებიდან ირკვევა, რომ პირებს შორის ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეწყვეტილი იყო ფაქტობრივი საოჯახო და თანაცხოვრებითი ურთიერთობა, ისინი ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე და მათ შორის აღარ არსებობდა მატერიალური თუ მორალური ურთიერთდამოკიდებულება. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაფუძნებლად შერეული უმოქმედობის დროს, როდესაც პირს ვედავებით მართ საწინააღმდეგო შედეგის სიკვდილის თავიდან აცილებადობას, ასე ვთქვათ, აუცილებელია სახეზე იყოს მოქმედების სპეციალური სამართლებრივი ვალდებულება, რომელიც ეყრდნობა რეალურ ცოცხალ სოციალურ კავშირს. ურთიერთობის იმდენად ღრმა შერყევა, რაც გამოიხატება
ფაქტობრივი გაცილებითა და ცალ-ცალკე ცხოვრებით, სრულად აქ არწყლებს მეუღლის როგორც მზრუნველი გარანტის სპეციფიკურ მოვალეობას. შესაბამისად, ვინაიდან გობრონიძეს აღარ ეკისრებოდა შედეგის დადგომის აუცილებელი საკანონმდებლო თავიდან აცილების ვალდებულება, მისი ქმედება მოკლებულია შერეული უმოქმედობის შემადგენლობას. იგი მოცემულ ვითარებაში განიხილება როგორც ნებისმიერი სხვა გარეშე პირი, რომელმაც უბრალოდ არ გაუწია დახმარება განსაცდელში ჩავარდნილ პირს. აქედან გამომდინარე, მისი პასუხისმგებლობა თავსდება წმინდა უმოქმედობის ჩარჩოებში და იზღუდება დაუხმარებლობის შემადგენლობით, სადაც შედეგი, სიკვდილი არ წარმოადგენს მუხლის ნიშანს, არამედ გათვალისწინებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ სასჯელის შეფარდების დროს. ამიტომ მარტივად ვიტყვით, აქ რომ სწორი პასუხი გვაქვს G ვარიანტი. ასევე ლიტერატურაში არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც ფაქტობრივი გაცილების მიუხედავად, თუ ისინი კვლავ რეგისტრირებულ ქორწინებაში რჩებიან, მათ აქვთ ერთმანეთის მიმართ გარანტიული ვალდებულება და ამ შემთხვევაში სწორ პასუხად ხაზავენ უმოქმედობით მკვლელობას. ამ მოსაზრებასაც აქვს თავისთავად არსებობის საფუძვლის უფლება, ასე ვთქვათ, თუმცა მაინც მეტი მსჯელობით, მეტი დასაბუთებულობით და აპრობირებული სახელმძღვანელო ლიტერატურით, აი სწორედ აღნიშნული მსჯელობა არის სწორად მიჩნეული, რაც მე თავში ვისაუბრე, რის გამოც ჩვენ G ვარიანტი გვექნება სწორი ვარიანტი, თუ დავუშვათ და გამოცდაზე შეგხვდებათ მსგავსი ტიპის, მსგავსი შინაარსის კაზუსი და თქვენ შემოხაზავთ არა როგორც წმინდა უმოქმედობას, კერძოდ დაუხმარებლობით წახვალთ და არამედ წახვალთ შერეული უმოქმედობით, კერძოდ კი უმოქმედობით მკვლელობის კვალიფიკაციით და ამას არ ჩაგეთვლიან სწორად, თავისთავად ესეთი ტიპის კაზუსები არის საამისო იმისათვის, რომ თქვენ გაასაჩივროთ, დაასაბუთოთ და განსხვავებული აზრის გამო შესაძლოა, რომ სწორი დასაბუთების და მართებული ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე გასაჩივრებული ქულა აღადგინონ, ასე რომ ვთქვათ. 23 ტესტური დავალება გვაქვს შემდეგი. 2026 წლის 27 ივნისის განაჩენით მოსამართლემ მძიმე დანაშაულში, კერძოდ წინასწარი შეცნობით ორსული ქარის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით განუსაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში მოსამართლემ მიუთითა, რომ ვინაიდან დანაშაული იყო განსაკუთრებულად ამორალური, სასჯელის აღსრულებისას პენიტენციურმა დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს მსჯავრდებულისთვის მაქსიმალური ფიზიკური დისკომფორტი და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რათა მან სრულად შეიგრძნოს ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ეს გახდეს სხვებისთვის მაგალითი. კითხვა გვაქვს, შეესაბამება თუ არა მოსამართლის მითითება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ სასჯელის მიზნებს. ავარიანტია შეესაბამება, რადგან სასჯელის მთავარი მიზანია სამართლიანობის აღდგენა, რაც დაზარალებულისთვის ადეკვატური შურისძიების განცდის მიცემას გულისხმობს. B ვარიანტია შეესაბამება, რადგან სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს დათქმას მშავრდებულზე ზემოქმედებას, რათა იგი განიმსჯვალოს კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. G ვარიანტია არ შეესაბამება, რადგან სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება და D ვარიანტია შეესაბამება, თუ აღნიშნული მითითება ემსახურება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას. სისხლის სამართლის კოდექსის 39 მუხლი, რომელიც სასჯელის მიზნებს შეეხება, კერძოდ ამ მუხლის მესამე ნაწილი იმპერატიულად ადგენს, ანუ ალტერნატივა არ აქვს ამ დანაწეს, იმპერატივა არის, რომ სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება. მიუხედავად იმისა, რომ სასჯელი თავის თავში, რა თქმა უნდა, გულისხმობს მით უფრო თავისუფლების აღკვეთა, გულისხმობს იძულებას, უზღუდავს მას მიმოსვლის თავისუფლებას და მთელ რიგ მათ შორის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებსაც, იგი არ უნდა გადავზარდოთ ჩვენ, რა თქმა უნდა, არაადამიანურ მოპყრობაში. ეხლა მოსამართლის მითითება
რომ პენიტენციურმა დაწესებულებამ უზრუნველყოს მსჯავრდებულისთვის მაქსიმალური ფიზიკური დისკომფორტი და ფსიქოლოგიური ზეწოლა, ცალ-ცალკე აღებულიც კი მაქსიმალურად ფიზიკური დისკომფორტი და ცალკე აღებული ფსიქოლოგიური ზეწოლა არსებული სტანდარტებით უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას. უფრო მეტი თუ მას ექნება შესაბამისი ხარისხობრიობა და ინტენსივობა და იქნება მტანჯველი ხასიათი, შეიძლება საერთოდ წამების ტოლფასიც კი გახდეს. ამიტომ მსგავსი ტიპის მითითება, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სისხლსამართლის კოდექსით დადგენილ სასჯელის მიზნებს, რის გამოც ჩვენ აქ მოვხაზავთ ცხადია გევარიანტს. გადავიდეთ მორიგ 24 ტესტურ დავალებაზე. 2026 წლის 25 ივნისს აზარტულ თამაშებში წაგებული თანხების დაბრუნების მიზნით ბერიძემ განიძრახა მატერიალური სარგებლის მიღება მდიდარი მეზობლის თ-კაპანაძის სახლის გაძარცვის მიზნით. მან დახმარება სთხოვა ვ-მელქაძეს, რომელსაც თ-კაპანაძის მიმართ პირადი შურისძიების მოტივი ამოძრავებდა, რადგან წარსულში ეს უკანასკნელი ვ-მელქაძის შვილის გაუპატიურებას შეეცადა. ბერიძემ პირდაპირ განუცხადა მელქაძეს, რომ მისი მიზანი ფულისა და ძვირფასეულობის დაუფლება იყო, რაზეც მელქაძემ უპასუხა, რომ მატერიალური გამორჩენა არ აინტერესებდა და თანხმობა განაცხადა თავდასხმაში მონაწილეობაზე მხოლოდ მსხვერპლის მოკვლის სურვილით. პირებმა გადაინაწილეს როლები, შეაღწიეს საცხოვრებელ სახლში და ერთობლივი ფიზიკური ძალადობით კაპანაძე გაგუდეს. ამის შემდეგ ბერიძემ სახლიდან წაიღო ძვირადღირებული ნივთები, ხოლო მელქაძე შემთხვევის ადგილიდან ყოველგვარი მატერიალური სიკეთის მიღების გარეშე წავიდა. კითხვა გვაქვს საქართველოს სისხლისამართლის კოდექსით თანახმად როგორ დაკვალიფიცირდება პირთა ქმედებები. ავარიანტია ორივე პირის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სისხლისამართლის კოდექსის 119 მუხლის შესაბამისი ქვეპუნქტებით, კერძოდ ანგარებითა და ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობად, ვინაიდან მელქაძემ წინასწარ იცოდა ბერიძის ანგარების შესახებ და თავისი თანაამსრულებლობით ხელი შეუწყო ძვირფასეულობის დაუფლებას. ბ-ვარიანტია ბერიძის ქმედება დაკვალიფიცირდება ანგარებით და ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობად, ხოლო მელქაძე საერთოდ არ აგებს პასუხს თავამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის, ვინაიდან მას მკვლელობის შესადენად ანგარებითი მოტივი არ ამოძრავებდა. გ-ვარიანტია ბერიძის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს ჯგუფურად და ანგარებით მკვლელობად, ხოლო მელქაძის ქმედება მხოლოდ ჯგუფურ მკვლელობად და დ-ვარიანტია ვინაიდან სახეზეა სხვადასხვა მოტივით ჩადენილი მკვლელობა, რა დროსაც პირები სხვადასხვა შინაგანი განწყობით მოქმედებდნენ, ორივე მათგანის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს მხოლოდ ჯგუფურ მკვლელობად. პირდაპირ ვთქვათ, სწორი პასუხი გვაქვს გ-ვარიანტი. რადგან მოცემულ კაზუსში სახეზეა დანაშაულში თანაამსრულებლობა, რა დროსაც ობიექტური და სუბიექტური მაკვალიფიციებული გარემოებები შერაცხვის კლასიკური შემთხვევა არის სახეზე, რაც პირდაპირ რეგულირდება სისხლისამართლის კოდექსის 25 მუხლის დებულებებით. კანონმდებლობის თანახმად, მკვლელობის ჯგუფურად ჩადენა წარმოადგენს ქმედების ობიექტურ ნიშანს, რომელიც ახასიათებს თავად მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტობრივ მხარეს. კერძოდ, ძალთა უპირატესობას და მსხვერპლის წინააღმდეგობის დაძლევის გაადვილებას რამდენიმე პირის მიერ. ვინაიდან ბერიძე და მელქაძე ერთობლივად მოქმედებდნენ, ფიზიკური ძალის ერთდროული გამოყენებით ახორციელებდნენ მსხვერპლის სიცოცხლის მოსპობის პროცესს, ჯგუფურობის ობიექტური ნიშანი სახეზეა და იგი ორივე სუბიექტს შეერაცხება. სრულიად განსხვავებული სამართლებრივი მიდგომა მოქმედებს ანგარების მოტივთან მიმართებით. ანგარება წარმოადგენს სუბიექტურ ნიშანს, რომელიც ახასიათებს არა ქმედების გარეგნულ ფორმას, არამედ კონკრეტული პირის შინაგან განწყობას, მის პიროვნულ თვისებასა და მატერიალურ გამორჩენაზე ორიენტირებულ სიხარბეს. სისხლისამართლის კოდექსის 25 მუხლის მეხუთე ნაწილის იმპერატიული მოთხოვნით, პერსონალური ნიშანი, რომელიც ბრალისთვის ან და ერთ-ერთი ამსრულებლის პიროვნებისთვის არის დამახასიათებელი, შეერაცხება მხოლოდ იმ ამსრულებელს, რომელსაც იგი უშუალოდ ახასიათებს.
საქმის გარემოებებიდან უდავოდ დგინდება, რომ მელქაძეს არ გააჩნია ანგარებითი მოტივი, იგი მოქმედებდა პირადი მტრობის შურისძიების ნიადაგზე და უარი თქვა ყოველგვარ მატერიალურ სარგებელზე. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მელქაძემ წინასწარ იცოდა ბერიძის ანგარებითი ძრახვების შესახებ, სხვისი პერსონალური სიბინძური, ასე რომ ვთქვათ, მას პასუხისმგებლობაში ვერ გადაჰყვება. ამდენად ბერიძის ქმედება მოიცავს როგორც ჯგუფურ, ისე ანგარებით მაკოლიფიცირებელ გარემოებებს, ხოლო მელქაძის ქმედება შემოიფარგლება მხოლოდ ჯგუფური მკვლელობის სამართლებრივ ჩარჩოთი. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული კვალიფიკაცია ჩვენ გვაქვს G ვარიანტში და იგი არის სწორი ვარიანტი, როგორც აღვნიშნეთ ტესტის დასაწყისში. გადავიდეთ მორიგ 4 ტესტურ დავალებაზე უკვე, რომელიც არის დამუშავებული პროცესუალური კანონმდებლობიდან, რაიონულ სასამართლოში განიხილებოდა სისხლისამართლის საქმის განხილვა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით. ბრალდებულს ბრალიედებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო რამდენიმე ნაფიცი მსაჯული ჩამოშორდა საქმეს. სათადარიგო მსაჯულების ჩართვის შემდეგ ნაფიც მსაჯულთა საბოლოო შემადგენლობაში დარჩა 9 მსაჯული. მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება საქმის განხილვის გაგრძელების შესახებ, რაც დაცვის მხარემ გააპროტესტა და მიუთითა, რომ მსაჯულთა ამ რაოდენობის შემადგენლობით საქმის განხილვის გაგრძელება პირდაპირ არღვევს საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს. კითხვა გვაქვს საქართველოს სისხლისამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, რამდენზე ნაკლები მსაჯული არ უნდა იყოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობაში, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. A ვარიანტია 10-ზე ნაკლები, B ვარიანტია 8-ზე ნაკლები, G ვარიანტია 6-ზე ნაკლები და D ვარიანტია 12-ზე ნაკლები. პირდაპირ ვთქვათ, სწორი პასუხი გვექნება A ვარიანტი, თანახმად სისხლისამართლის საპროცესო კოდექსის 27 მუხლის მეორე ნაწილისა, რომელიც პირდაპირ და სიტყვასიტყვით ადგენს ნაფიც მსაჯულთა მინიმალურ რაოდენობას დანაშაულის კატეგორიების მიხედვით. კერძოდ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობაში არ უნდა იყოს 6-ზე ნაკლები მსაჯული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, 8-ზე ნაკლები მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, 10-ზე ნაკლები განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. ვინაიდან ჩვენ დავინახეთ, რომ საქმე ეხებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს, ხოლო მსაჯულთა რაოდენობა ჩამოსცდა 10-ს, დარჩა 9 მსაჯული, პროცესის გაგრძელება პირდაპირ ეწინააღმდეგება კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნებს. მორიგი 26 ტესტურ დავალებაც ნაფიც მსაჯულთა მიმართულებით არის შედგენილი. ნაფიც მსაჯულობის კანდიდატთა შერჩევის სხდომაზე 68 წლის მოქალაქემ მოსამართლეს წარუდგინა განცხადება და მოითხოვა ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებისაგან გათავისუფლება მხოლოდ იმ მოტივით, რომ იგი არის ხანდაზმული, სურს დასვენება და კოდექსი მას აძლევს უფლებას უარი თქვას ამ მოვალეობის შესრულებაზე ასაკის გამო. პროკურორმა მიუთითა, რომ მოქალაქის ასაკი არ აღწევს კოდექსის შესაბამისი მუხლით პირდაპირ დადგენილ ზღვარს, მოსამართლეს დაეთანხმა პროკურორის პოზიციას. კითხვა გვაქვს საქართველოს სისხლისამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, რამდენ წელს გადაცილებულ პირს აქვს უფლება უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე ასაკის საფუძვლით. A ვარიანტია 60 წელს გადაცილებულს, B ვარიანტია 70 წელს გადაცილებულს, G ვარიანტია 65 წელს გადაცილებულს და D ვარიანტია 75 წელს გადაცილებულს. საპროცესო კოდექსის 31 მუხლის პირველი ნაწილის ექვე პუნქტი სიტყვასიტყვით განსაზღვრავს ამ უფლების წარმოშობის ასაკობრივ ზღვარს. კერძოდ, პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე, თუ 70 წელს გადაცილებულია, რის გამოც ჩვენ რა თქმა უნდა შემოვხაზავთ სწორპასუხად B ვარიანტს. 27 ტესტური დავალება არის შემდეგი. მსჯავრდებულის ადვოკატმა, რომლის დაცვის ქვეშ მყოფი მესტუმრიშვილიც სასჯელს იხდიდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, მოიპოვა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი და
კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნებოდა მთავარი მოწმის განზრახ ცრულ ჩვენებას. ადვოკატმა მოამზადა საჩივარი კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის შესახებ და წარადგინა სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. პროკურორმა სასამართლო პროცესზე მოითხოვა საჩივრის განხილვის შეწყვეტა იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია ახლად გამოვლენილი გარემოებებით გადასინჯოს მხოლოდ საკუთარი გამოტანილი განაჩენები, ხოლო საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი სხვა განაჩენების ამავე საფუძვლით გადასინჯვა უზენაეს სასამართლოს ექსკლუზიური კომპეტენციაა. კითხვა გვაქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით მარძომიერია თუ არა სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ აღნიშნული საჩივრის განხილვა. A ვარიანტია მარძომიერია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განეხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის შესახებ საჩივარს კოლეგიალურად სამი მოსამართლის შემადგენლობით. B ვარიანტია არ არის მართლზომიერი, ვინაიდან საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენების ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის შესახებ საჩივრებს ექსკლუზიურად განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა. G ვარიანტია არ არის მართლზომიერი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჩივარს განეხილავს მხოლოდ ერთპიროვნულად, ხოლო კოლეგიური განხილვა დაუშვებელია. და D ვარიანტია მართლზომიერია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის შესახებ საჩივარს ერთპიროვნულად, ხოლო სისხლის სამართლის საქმეთა პალატა კოლეგიალურად სამი მოსამართლის შემადგენლობით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით განეხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის შესახებ საჩივარს. ამ სავარაუდო სწორი პასუხებიდან ჩვენ გამოგვერიცხება B ვარიანტი, რადგან მასში არის საუბარი, რომ საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენების ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის შესახებ საჩივრებს ექსკლუზიურად განიხილავსო საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმის პალატაო. რაც შეეხება მე-5 ნაწილს ამავე მუხლის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სისხლის სამართლის საქმე სააპელაციო წესით განიხილება კოლეგიურად სამი მოსამართლის შემადგენლობით და რაც შეეხება ერთპიროვნულ განხილვას, ამ საკითხსაც ორი სიტყვით ვთქვათ, მე-4 ნაწილის მიხედვით სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე განიხილავს საჩივარს ერთპიროვნულად. მე-6 ნაწილი გვეუბნება, რა შემთხვევებში შეიძლება რომ საგამოძიებო კოლეგია ჩაერთოს საქმეში და განიხილოს საჩივარი ერთპიროვნულად. ეს არის, როდესაც სახეზე არის ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებზე რაიონული საქალაქო სასამართლოების განაჩენებისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებების გამო საჩივრების განხილვა. ასე დროს შესაძლებელია, რომ სააპელაციო წესით ერთპიროვნულად განეხილოს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე. ამიტომ ჩვენ აქ ხედავთ, რომ სწორი პასუხი გვექნება, რა თქმა უნდა, A ვარიანტი. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჩივარს კოლეგიურად სამი მოსამართლის შემადგენლობით განეხილავს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა. მორიგი 28 ტესტური დავალება გვაქვს შემდეგი. სისხლის სამართლის საქმის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელმა პროკურორმა გამომძიებელს მისცა წერილობითი მითითება კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ. გამომძიებელი არ დაეთანხმა აღნიშნულ მითითებას თავისი წერილობითი მოსაზრებები
საქმესთან ერთად წარუდგინა ზემდგომ პროკურორს და მოითხოვა ქვემდგომი პროკურორის მითითების გაუქმება. ზემდგომმა პროკურორმა განიხილა მასალები, არ გააუქმა მითითება, მაგრამ მიიღო გადაწყვეტილება საქმე მას ჩამოართვა და გამოსაძიებლად სხვა გამომძიებელს გადასცა. საქმეს ჩამოშორებულმა გამომძიებელმა აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნია იმ მოტივით, რომ ზემდგომ პროკურორს არ ჰქონდა საქმის გამოძიების სხვა გამომძიებლისთვის დავალების უფლება, თუ კი იგი ქვემდგომი პროკურორის მითითებას ძალაში ტოვებდა. კითხვა გვაქვს, საქართველოს სისხლისამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით აქვს თუ არა უფლება ზემდგომ პროკურორს გამოძიება სხვა გამომძიებელს დაავალოს, თუ გამომძიებელი არ ეთანხმება პროკურორის მითითებას, მაშინ, როდესაც არ უქმდება ქვემდგომი პროკურორის მითითება. A ვარიანტია, არ აქვს ვინაიდან ზემდგომი პროკურორი უფლებამოსილია მხოლოდ გააუქმოს ქვემდგომი პროკურორის მიერ მიღებული უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, შეიტანოს მასში ცვლილება ან შეცვალოს იგი ახალი გადაწყვეტილებით. B ვარიანტია, არ აქვს ვინაიდან ზემდგომ პროკურორს მხოლოდ მაშინ შეუძლია გამოძიება სხვა გამომძიებელს დაავალოს, თუ გააუქმებს ქვემდგომი პროკურორის მითითებას. G ვარიანტია, არ აქვს ვინაიდან გამომძიებელი ვალდებულია სისხლისამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით შეასრულოს პროკურორის მითითება და მისი სხვა გამომძიებლით ჩანაცვლების უფლება მხოლოდ საქართველოს გენერალურ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს აქვს. და D ვარიანტია, აქვს ვინაიდან ზემდგომ პროკურორს შეუძლია გამოძიება სხვა გამომძიებელს დაავალოს იმ შემთხვევაშიც კი თუ არ აუქმებს ქვემდგომი პროკურორის მითითებას. ზემდგომი პროკურორის მოქმედება სრულად შეესაბამება საპროცესო კანონმდებლობას, ამით უნდა დავიწყოთ. მოცემული საკითხი პირდაპირ არის მოწესრიგებული კოდექსის 37 მუხლის მესამე ნაწილით, რომელიც განსაზღვრავს გამომძიებელისა და პროკურორის უთანხმოების გადაწყვეტის პროცედურასა და ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს. ნორმის დისპოზიცია მკაფიოდ ადგენს, რომ გამომძიებელი ვალდებული არის სისხლისამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით შეასრულოს პროკურორის მითითება. თუ გამომძიებელი პროკურორის მითითებას არ ეთანხმება, მას უფლება აქვს საქმე თავისი მოსაზრებები და საქმეზე დართული მოსაზრებები წერილობით წარუდგინოს ზემდგომ პროკურორს. ზემდგომ პროკურორს შეუძლია გააუქმოს ქვემდგომი პროკურორის მითითება ან გამოძიება სხვა გამომძიებელს დაავალოს. აღნიშნულ საკითხზე ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება გეტყვით, რომ არის საბოლოო. კანონმდებლობა, ასე რომ ვთქვათ, სიტყვასიტყვით ანიჭებს ზემდგომ პროკურორს ალტერნატიულ უფლებამოსილებას, კერძოდ დაავალოს გამოძიება სხვა გამომძიებელს, ამდენად ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება დამოუკიდებელი და საბოლოო არის, რაც თავისთავად გამორიცხავს გამომძიებლის უკმაყოფილებას. ის გამოც ჩვენ რა თქმა უნდა შემოვხაზავთ D ვარიანტს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავ, რომ არ არის აუცილებელი იმ შემთხვევაში გადასცეს სხვა საქმე, თუ ქვემდგომი პროკურორის მითითებას აუქმებს, შეიძლება ქვემდგომი პროკურორის მითითება არ გააუქმოს, მაგრამ მაინც გადასცეს სხვა საქმე გამოსაძიებლად. ეხლა კი გადავიდეთ ბოლო დარჩენილ ორ ტესტურ დავალებაზე, რომელიც ერთი შედგენილი არის სისხლისამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონიდან, ხოლო მეორე ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის მიმართულებით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა մ თოდუამ, რომელიც აწარმოებდა გამოძიებას საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებისას დოკუმენტების შესაძლო გაყალბებისა და დაღლითობის საქმეზე, საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობის გაგზავნის გარეშე ინტერნეტის ღია პლატფორმებიდან, უცხოური სავაჭრო რეესტრის ოფიციალური ვებგვერდიდან მოიპოვა ინფორმაცია ბრალდებულის კუთვნილი უცხოური კომპანიის აქტივებისა და პასივების შესახებ. თოდუამ აღნიშნული დოკუმენტები კანონით დადგენილი წესით დაათვალიერა, შეადგინა შესაბამისი ოქმი და მტკიცებულების სახით დაურთო სისხლისამართლის საქმეს. წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატმა მოითხოვა ამ მასალების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობა იმ მოტივით, რომ საზღვარგარეთიდან ინფორმაციის მოპოვება პროკურატურის მეშვეობით სპეციალური შუამდგომლობის გაგზავნის გარეშე უკანონოა. კითხვა გვაქვს, სისხლისამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით რამდენად მართლზომიერად მოიპოვა გამომძიებელმა აღნიშნული ინფორმაცია. A ვარიანტია, არამართლზომიერად, ვინაიდან
საზღვარგარეთ არსებული ნებისმიერი მასალის ან ინფორმაციის გამოთხოვა ექსკლუზიურად საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილებაა და საჭიროებს სპეციალური შუამდგომლობის უცხო სახელმწიფოში გადაგზავნას. B ვარიანტია არამართლზომიერად ვინაიდანაც საზღვარგარეთიდან ინფორმაციის მოპოვებისას მტკიცებულებას თანაბარი იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ არის ოფიციალურად გადმოცემული. G ვარიანტია მართლზომიერად ვინაიდან გამომძიებელს ნებისმიერ შემთხვევაში აქვს უფლება უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ოფიციალური შუამდგომლობის გაგზავნის გარეშე ჩაატაროს ყველა სახის საპროცესო მოქმედება და D ვარიანტია მართლზომიერად ვინაიდან სისხლის სამართლის საქმის წარმოების მიზნებისთვის დასაშვებია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისთვის შუამდგომლობით მიმართვის გარეშე ღია წყაროებში არსებული ინფორმაციის მოპოვება და გამოყენება. გამომძიებლის მოქმედება სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონს, რის გამოც ჩვენ მუხაზავთ სწორპასუხად D ვარიანტს. აღნიშნული საკითხი პირდაპირ არის მოწესრიგებული მეხუთე მუხლის 100 პუნქტით, რომლის მიხედვითაც უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისთვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობით მიმართვის გარეშე ასევე დასაშვებია ღია წყაროებში არსებული ინფორმაციის მოპოვება და სისხლის სამართლის საქმის წარმოების მიზნებისთვის გამოყენება. და გადავიდეთ აღნიშნული განხილვის ბოლო 30-ე ტესტურ დავალებაზე. პოლიციაში შევიდა მოქალაქის ანონიმური შეტყობინება, რომ თბილისში ტაბიძის ქუჩის მიმდებარედ ერთ-ერთი ძველი შენობის სარდაფში ვინმე T ჭანტურიას კუსტარულად მოწყობილი ჰქონდა ლაბორატორია და ამზადებდა ნარკოტიკულ ნივთიერებებს. ვინაიდან შეტყობინება იყო ანონიმური, საგამოძიებო უწყებამ ჩათვალა, რომ ამ ეტაპისთვის არ არსებობდა საკმარისი საფუძველი გამოძიების დასაწყებად. პროკურორის თანხმობით გამომძიებელმა G კოპალიანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ ოპერატიულ ორგანოს თანამშრომელზე გასცა დავალება ჭანტურიას მიმართ ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების ცნობების შეგროვების განხორციელების შესახებ. კოპალიანმა დადგენილებაში ოპერატიული ღონისძიების განხორციელების ვადად განსაზღვრა 15 დღე. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე შეიქმნა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჭანტურიას ჩადენილი ჰქონდა დანაშაული, რის გამოც იგი გადაუდებელი აუცილებლობით იქნა დაკავებული. მოგვიანებით ბრალდებულის ადვოკატმა მიიჩნია, რომ ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების საწყისი ვადა კანონს ეწინააღმდეგებოდა და მის საფუძველზე მოპოვებული ყველა მტკიცებულება იყო უკანონო. კითხვა გვაქვს ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით. რა მაქსიმალური ვადით შეიძლება დაიწყოს ოპერატიულ სამძებრო ღონისძიება იმ შემთხვევაში, როცა არ არსებობს გამოძიების დასაწყებად საკმარისი ნიშნები. A ვარიანტია საწყისი ვადა განისაზღვრება პროკურორის შეხედულებისამებრ, მაგრამ იგი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. B ვარიანტია ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების განხორციელების საწყისი ვადა ასეთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს. G ვარიანტია საწყისი ვადა შეადგენს 30 დღეს, რის შემდეგაც ვადის გაგრძელება შეუძლია მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და D ვარიანტია ვინაიდან საქმე ეხება დანაშაულის მომზადებას, საწყისი ვადა კანონით შეზღუდული არ არის და გრძელდება დაწყების საფუძვლის აღმოფხვრამდე. პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რომ გამომძიებელს აქვს თუ არა უფლება გამოსცეს აღნიშნული დადგენილება. კანონის მერვე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოთვლის ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების განხორციელების საფუძვლებს. ერთ-ერთი არის პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის დავალება ოპერატიული სამძებრო ღონისძიების განხორციელების შესახებ იმ შემთხვევაში, როდესაც დადგენილი წესით მიღებულია განცხადება ან შეტყობინება, რომ მზადდება, ხდება ან მოხდა დანაშაული ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლის გამოც აუცილებელია გამოძიების ჩატარება, მაგრამ არ არსებობს დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნები, რაც საკმარისი იქნებოდა გამოძიების დასაწყებად. მასშტაბსა და მე ვხედავთ, რომ გამომძიებელს კანონი ამგვარ შესაძლებლობას პროკურორის თანხმობით აძლევს, რაც შეეხება ვადის საკითხს, ასეთ შემთხვევაში ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს. ეს არის ეგრეთ წოდებული პირველადი ვადა. ცხადია, ამ ვადის გაგრძელება შესაძლებელი არის თუ პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ
ოპერატიული ინფორმაცია დამატებითი მონაცემების შეგროვებას მოითხოვს, ასეთ შემთხვევაში ვადა ოპერატიულ სამძებრო ორგანოს უფროსის მოტივირებული დადგენილებით პროკურორის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს 3 თვემდე. ამიტომ სწორი პასუხი გვექნება B ვარიანტი. აღნიშნული ვიდეო განხილვის ფარგლებში აღნიშნული 10 ტესტური დავალება იყო, რაც მსურდა რომ თქვენთვის შეუმეთავაზებინა. ფიქრობ რომ გამოგადგებათ მეცადინეობის პროცესში, დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებებს.